აბა ჩემო ჯიგრებო, ეხლა რა მინდა გითხრათ რა. ეხლა ძალიან ბევრი ინფლუენსერია რა იმაში ხოლმე რა ქვია, ამ ბოლო დროს YouTube-შიც, Facebook-შიც და ასეთი დიდი ფრჩხილებით და გვასწავლიან ხოლმე იმებს, აი ეს კანჭი კაია, ეს კანჭი კაია, შებოლილი და უნდა უბრალოდ გითხრათ რა არის შებოლილი რა. აი შეხედეთ. აი ეხლა აქ ნეკნები იბოლება. ასაც თქვენ ხედავთ რა. და ასევე გვერდზე ეს ფრთებიც. აი ეს არის ცხელი შებოლვა რა. როდესაც აი ესე ცეცხლი ამ ბოლი მოდის პირდაპირ არ ურტყავს ამას და ესე იბოლება რა დაახლოებით ესე საათი და 20 ეს დაახლოებით ასე რა. ხო და რატომ ვამბობ ამას რა? სულ სხვა არის გამომცხვარი, როცა არის ხოლმე საუბარი. გამომცხვარი ნიშნავს გასკურაში, ელექტროღუმელში, შებოლვა. რო გამოდიან და იძახიან, უი შებოლილი, ხო? ამ შებოლვა ნიშნავს, როდესაც ცეცხლი. ან მაგალითად რო რაიმე ნახერხი, ბურბუშელა, ისიც ყველა არ ვარგა, ხა მაგალითად წიწვანი არ ვარგა, ხო? და ცუდი რა არის, იცით? ყველაზე ცუდი რა არის რა რო არიცი კაცმა ეუბნები მოუწოდებ ადამიანს მერე კაცი რაღაცა ნაბახუსევია ცუდად არის ხუთჯერ მეც იხდის წავა შეუკვეთავს მოიტანს და ხედავს რომ რაღაცა არა იმიტომ რომ დღესდღეობით ნებისმიერი 99-ის ნუ ვიტყვი, აი 90% კანჭი იქნება ეს, ნეკნი იქნება, ფრთა იქნება, ხო, არის გამომცხვარი და არა შებოლილი რა. მარტივად გეტყვით რა ეხლა რა, ამას ვინ დაუწყებს ამდენ ბოლვას, ამას თუ გააკეთებ, შენი ახლობლისთვის, მეგობრისთვის, მაკაცისთვის, ხო? ესე საათები ვინ დაუჯდება ამას და ვინ დაიწყებს ამის ბოლვას, ხო? აი ეს არის შებოლილი. აი ამას ქვია შებოლილი რა. ხო და კიდე ერთხელ მოუწოდებ რა იმ ხალხს რა ვისაც ცხოვრებაში გრილი კი არა წვადი არ დაუტრიალებია აი ესეთ ფრჩხილებიან ინფლუენსერებს მე ფრჩხილებს და ქალბატონებს კი არ ვებძვი პირიქით კაი მოვლილი ლამაზ ქალბატონებს არაფერი არ ჯობია მაგრამ რაც იცით იმაზე ილაპარაკეთ კოსმეტიკა რამე დუხი რა ქვია იმას რაღაცა საცხები აქეთური იქეთური ტანსაცმელი ხო აი ეს რო არიცით და რო ლაპარაკობთ და ლაიობთ, ხალხს ატყუებთ და ასე აფანდებთ. ნუ გააკეთებთ რა ამას რა. ნუ გააკეთებთ, არიცით, შაეშვით რა, შაეშვით. აი ეს იყო რაც მინდოდა მე თქვა რომ იცოდეთ ხალხო რა, 90% არის გამომცხვარი და არა შებოლილი.